ახლა განვიხილოთ ისეთი ცნებები, როგორებიცაა ავტოკორექცია და სიჭარბე. ცნობილია, რომ ენა გამოირჩევა სიჭარბით ყველა დონეზე. ესე იგი, ენის ელემენტები მეტყველებაში მეორდება. ენის ეს საკმაოდ ძვირად ღირებული თავისებურება მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველყოს ენობრივი შეტყობინებების იმუნიტეტი ინფორმაციის გადაცემის დროს წარმოქმნილი შეცდომების მიმართ. წერილობითი ენის საერთო სიჭარბის მოცულობა თანამედროვე ფრანგული ენისთვის შეადგენს დაახლოებით 55%. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გავანადგურებთ შეტყობინებების ნებისმიერად არჩეული ერთეულების 55%, ეს შეტყობინება მაინც გასაგები იქნება. კოდების ამ თვისებას შეცდომათა ავტოკორექციას უწოდებენ. ანუ ენა ამგვარად იცავს თავის თავს. სიჭარბის ხარისხი იცვლება შეტყობინების სახეობებში, მაგრამ ინტუიციურ დონეზე ის გაცნობიერებულია ენის მატარებელი ყველა ადამიანის მიერ. თუ უმნიშვნელო შეცდომების ნაცვლად განვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელთაც გადახრებს ვუწოდებთ, მაშინ რიტორიკა ახლებური სახით წარმოგიდგება. მართლაც, თუ რიტორიკული გარდაქმნების პირველი ფაზა დაიყვანება იმაზე, რომ ავტორი ქმნის გადახრებს, მეორე ფაზაში მკითხველს დაჰყავს ეს გადახრა საწყის წერტილამდე, რათა გაშიფროს შეტყობინება. ეს რედუქცია არის სწორედ ავტოკორექცია და ის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ცვლილებათა ჯამი არ აღემატება სიჭარბის დონეს. რიტორიკის მთელი სფერო უკავშირდება ენის სიჭარბეს. რიტორიკა ავიწროებს სიჭარბეს და სიჭარბე თავის მხრივ არის რიტორიკის ბუნებრივი ზღვარი, რომლის გადალახვისას ნადგურდება თვით შეტყობინება. ისეთ ენაში, რომელშიც არ არის სიჭარბე, კოდის ნებისმიერი სიტყვის ცვლილება გარდაქმნის ამ სიტყვას იმავე კოდის სხვა სიტყვად. მაშინ, როდესაც სიჭარბის მქონე ენაში სიტყვების გამყოფი დისტანცია, ანუ იმ ელემენტების რიცხვი, რომლებიც უნდა შეიცვალოს, რათა ერთი სიტყვიდან მეორე მივიღოთ, ეს დისტანცია ზოგჯერ ძალზე დიდია. განვიხილოთ ფონეტიკური და გრაფიკული სიჭარბე. გაურკვევლად წარმოთქმული ან დაწერილი სიტყვა შეიძლება აღდგენილ იქნას სწორედ ენის სიჭარბის წყალობით. ამგვარი ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს სიტყვის მნიშვნელობის დადგენის, გრამატიკული ან სინტაქსური წესების გამოყენების გარეშეც. ანუ სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება გაირკვეს იმ სინტაგმიდან, რომელშიც შედის სიტყვა. ზოგიერთი რიტორიკული გადახრა ამცირებს ფონეტიკურ სიჭარბეს, მაგრამ მისი მოსპობა არ შეუძლია, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში მკითხველი ვერ შეძლებს ნულოვანი საფეხურის აღდგენას და შეტყობინება როგორც ასეთი აღარ იარსებებს, ანუ მკითხველი ვერ ჩაწვდება მას. ახლა განვიხილოთ სინტაქსური და გრამატიკული სიჭარბე. ამგვარი სიჭარბე ძალზე მაღალია წერილობით მეტყველებაში. კერძოდ ის ვლინდება განმეორებად მარკერებში, სახელდობრ გრამატიკულ მაჩვენებლებში. ეს არის შეთანხმება სქესის, რიცხვის მიხედვით, ზმნური ფორმების შეთანხმება და ასე შემდეგ. მეტატაქსისი ნაწილობრივ
ანადგურებს ამ სიჭარბეს, მაგრამ მისი დარჩენილი ნაწილი საკმარისია, რათა აღვადგინოთ შეწყობინება. რა არის სემანტიკური სიჭარბე? სიჭარბის ეს სახეობა, ზემოგახებულთაგან განსხვავებით, ვერ აღიწერება მკაცრი წესების მეშვეობით. სემანტიკური სიჭარბე ნაწილობრივ ემყარება ლოგიკურ წესებს, ნაწილობრივ კი კომუნიკაციის პროცესისადმი წარდგენილ პრაგმატულ მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი შეტყობინება წყობრი, ბმული, კოჰერენტული უნდა იყოს. როდესაც საუბარია ტექსტის აზრობრივად დასრულებულ ნაწყვეტზე, მაშინ მოხსენიებული ცნებები აზრობრივად ახალი ან მონათესავე უნდა იყოს. სინტაგმის დონეზე სიტყვის მნიშვნელობა ნაწილობრივ განისაზღვრება კონტექსტით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგალითად ზმნა-დალევის პირდაპირი დამატება იქნება სითხის მნიშვნელობის მქონე სიტყვა, ხოლო თუ ასე არ არის, მაშინ საქმე გვაქვს გადახრასთან. მაგალითად, მელანქოლიის გამოთქმა მელანქოლიის შავი მზე ნამდვილად გადახრა. რა არის კონვენციური სიჭარბე? სიჭარბის გარკვეული პროცენტი შეიძლება ხელოვნურად შემოტანილ იქნას ენაში დამატებითი წესების მეშვეობით, რომლებიც არეგულირებს დისკურსის შინაგან სტრუქტურას. ეს კონვენციები მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში ეხება სემანტიკის სფეროს. ძირითადად ისინი მიემართება აღნიშნულს. მეტრული სქემა, ფიქსირებული ფორმა, გარეთმის ნიმუშები და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს ასევე კონვენციები, რომლებიც მკვეთრად ამცირებენ დისკურსის სიჭარბის პროცენტს. მაგალითად, მაშინ, როდესაც არ არის მთავრული ასოები, რა თქმა უნდა, არა ქართულ ენაში, ან არ არის დასმული სასვენი ნიშნები. ამგვარი წესები არსებობს ზეპირ მეტყველებაშიც, დაყოვნებები, პაუზები, ინტონაცია. ლექსის დეკლამირებისას შეიძლება ძალზე ზუსტად დავიცვათ ცეზურები, ან პირიქით ხაზი გავუსვათ ტექსტის სინტაქსურ სტრუქტურას. სიჭარბის სახეობების შეხამება. ეს მოკლედ დავახასიათოთ, სიჭარბის სხვადასხვაგვარი სახეობები შეიძლება ერთდროულად შეგხვდეს დისკურსში და ნაწილობრივ გადაფარონ ერთმანეთს. ფონეტიკური სიჭარბის არარსებობა შეიძლება კომპენსირებულ იქნას სემანტიკური სიჭარბით და ასე შემდეგ.